სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის Bitanica Short, გადაცემა, სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, რომელ ქვეყნებს გადაუსწრო ტეზერმა ოქროს მარაგით, სად მიდის ტოკენიზირებული ოქროს ფასი და ვინ იღებს მილიონებს კრიზისის დროს. ტეზერმა ახალი მწვერვალი დაიპყრო და მსოფლიოს ტოპ 30 ოქროს ფლობელში შევიდა. Stablecoin-ების გიგანტმა რეზერვებში იმდენი ფიზიკური ოქრო დააგროვა, რომ საბერძნეთს, კატარს და ავსტრალიასაც კი გადაუსწრო. საუბარია 520,000 უნცია ოქროზე. დღესდღეობით ოქროთი გამყარებული stablecoin-ების ბაზრის 60% სწორედ ტეზერს უჭირავს. მოკლედ, კომპანიამ მხოლოდ ციფრული დოლარით აღარ შემოიფარგლება. ციფრული ოქრო და ვერცხლი რეკორდებს ამყარებს. რეალური ძვირფასი ლითონების ფასის დასთან ერთად, მათი ტოკენიზირებული ვერსიაც იზრდება. CoinGecko-s მონაცემებით, ციფრული ოქროს კაპიტალიზაციამ $5 მილიარდ დააჭარბა, ხოლო ვერცხლისამ 400 მილიონს მიაღწია. მოკლედ, ინვესტორებს ოქროს ზოდების სახლში შენახვას ბლოკჩეინზე ნაყიდი აქტივები ურჩევნიათ, რაც ბაზარს კიდევ უფრო ზრდის. პოლიტიკური ქაოსის მიუხედავად, კრიპტო სტარტაპებში დიდი ფული შედის. მხოლოდ იანვრის მესამე კვირაში სტარტაპებმა $362 მილიონი მოიზიდეს. წლილმა მაჩვენებელმა კი უკვე მილიარდს გადააჭარბა. ინვესტორებს არც ტრამპის განცხადებები აშინებთ და არც გეოპოლიტიკა. განსაკუთრებით დიდი ინტერესია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მაგალითად Bitkom წარმატებული IPO განახორციელა. მოკლედ, ვენჩურული კაპიტალი კრიპტოს მომავალს ისევ ენდობა. ეს იყო Bitanica Short, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჭერთ თავარი მოკლედ.